და დადგა დრო, რომ დღეს განვიხილოთ Volkswagen ID 4 და ID Unix-ი. რა შეგვიძლია Volkswagen ID 4-ზე ვთქვათ? ID 4 გამოვიდა 2020 წელს, მისი ელემენტები არის 77 კილოვატიანი და ერთი დამოხტვით გვატარებს 350-დან 500 კილომეტრამდე. მანქანა ერთი შეხედვით თავის ფასთა კატეგორიაში ძალიან კარგად გამოიყურება, მისი ღირებულება არის საქართველოში ახლის მდგომარეობით ჩინური ვერსია 30000-32000, ნუ კომპლექტაციას გააჩნია აქაც და მეორადი შეგვიძლია $20,000-აც ვიყიდოთ. მე სიმართლე გითხრათ, ეს მანქანები ძალიან არ მომწონს. ჯერ იმიტომ, რომ 2020 წლიდან 23 წლამდე, რომელიც გამოვიდა, აქვს მონიტორის პრობლემა. ხშირად ითიშება მონიტორი და მონიტორი თუ გაგეთიშათ ამ მანქანაში, ჩათვალეთ, რომ მანქანა უფუნქციოა. მონიტორის შეცვლა ან შეკეთება ჯდება სადღაც 4000-დან 5000 ლარამდე, რაც მგონია, რომ ძალიან დიდი ხარვეზია და ძალიან დიდი ხარჯია. მანქანას აქვს ორი ვერსია, წინა წამყვანი და 4-4. კომპლექტაცია, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე. 4-4-ზე შედარებით უფრო ძვირი ღირს, წინა წამყვანი, რა თქმა უნდა, უფრო იაფი ღირს. მე ვფიქრობ, რომ ეს მანქანა არ არის ჯერ სრულყოფილი. ვიზუალურად შეიძლება ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში არ არის ჯერ ისეთი დახვეწილი, როგორც უნდა იყოს. აქვე ვიტყვი ID Unix-ზე, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს, ვიზუალურად გამოიყურება იდეალურად და ძალიან დახვეწილი არის მისი ინტერიერი და ექსტერიერი და რაც მთავარია, მანქანას აქვს ძალიან კარგი ელემენტები, 77 და 82 კილოვატიანი ელემენტები, იმუხტება 620 კილომეტრამდე. რეალურ პირობებში მგონია, რომ გაგატარებთ 400-დან 500 კილომეტრს. ID Unix ღირს 26000-დან 34000 დოლარამდე და მე ვფიქრობ, რომ ამ მანქანაში ეს ფასი სრულიად ნორმალური არის, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 10-დან 80%-მდე იტანება ნახევარსაათში, რაც მგონია, რომ ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. მე პირადად გირჩევთ ID Unix. ID 4-თან და ID 6-თან შედარებით, რა თქმა უნდა, ცოტა პატარა არის, მაგრამ უფრო მეც გატარებთ და უფრო თანამედროვე არის. დამიწერე კომენტარებში, რას ფიქრობ შენ? რომელს მიანიჭებდი უპირატესობას? ID 4-ს, ID 6-ს თუ ID Unix-ს?